ქართველების მორიგი წარმატებული ტური და გოლების ემოციური აღნიშვნა. რას ამბობენ ბიჭები უცხოურ მედიასთან და ძაკარდოს კომენტარი ქართველ ფეხბურთელებს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ნიცა 4-0 დაამარცხა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად აქტიურობდა. გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, როდესაც ბურთით თავით ცარიელ კარში გადაგზავნა, თუმცა ბოლო წამზე მისი გამოტანა მეტოქის გუნდის მცველმა შეძლო. ქართველმა 76 წუთი ითამაშა და საშუალო შეფასებაც დაიმსახურა. ამ გამარჯვების შემდეგ პარი სენ-ჟერმენს 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ქართველის გუნდი 3 აპრილს ლიგა 1-ში ტულუს უმასპინძლებს, თუმცა მანამდე სანაკრებო პაუზა. აქვე გეტყვით, რომ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიანო ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის უმცროს ძმაზე თორნიკე კვარაცხელიაზე და ანდრია პარტიშვილზე ისაუბრა. კვარაცხელიას თამაში 2020 წელს ვნახე. უამრავი თვისება ჰქონდა. ცოტა გამოვიკვლიე. შემდეგ კი 2021 წლის თებერვალში მოსკოვში მის აგენტთან წავედი. შეხვდი ბიჭს და შემდეგ ნაპოლიში გაუწიე რეკომენდაცია, რის შემდეგაც ეს გარიგება დაიწყო. ფეხბურთელი ნაპოლიში გადავიდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. აძურის წყალობით ის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა და ახლა პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. ამასობაში ნაპოლიმ დიდი კაპიტალის მოგება გააკეთა. მან კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ამიტომ ყველანი ბედნიერები ვართ. თორნიკე კვარაცხელია და ანდრია ბარტიშვილი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ არ შეუძლიათ საქართველოს დატოვება 18 წლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ ევროპულ ლიგებში გადასვლა. თორნიკეს ძმის მსგავსად რამდენიმე კარგი თვისება აქვს. იმავე პოზიციაზე თამაშობს. კარგი დრიბლინგი და დარტყმა აქვს. საქართველო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ბევრი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს. არის ის და ასევე არის ანდრია ბარტიშვილი, 2009 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ძაკარდო ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს. სწორედ მისი დახმარებით შედგა ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას, სენტ-ეტიენში ზურიკო დავითაშვილის და გრანადაში გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერები. საქართველოში გოლით ბრუნდება სენტ-ეტიენის ქართველი ვარსკვლავი ზურიკო დავითაშვილი, რომლის გუნდმა ანესი 4-0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში დავითაშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ ზურიკომ გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი დაუკრავდა. მის ანგარიშზეა 4 საგოლე გადაცემაც. ქართველი ბომბარდირთა დავაში უკვე მეორე პოზიციაზეა. მწვანეები კი 53 ქულით ასევე მეორე ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრაში 4 აპრილს ნანს დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კი ბრაიტონს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. ქართველი ალისონის ტრავმის შემდეგ ძირითადში იმყოფებოდა. მის ანგარიშზე 4 სეივი იყო. გაშვებული გოლები კი დაცვის უხეშ შეცდომებს მოჰყვა. ქართველის თამაშს მედიის ნაწილი დადებითად აფასებს. ნაწილი კი უკმაყოფილოა. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 6 თამაში ჩაატარა და დაშვებული შეცდომები მხოლოდ პრაქტიკით გამოსწორდება. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ ლივერპული სატურნირო ცხრილში 49 ქულით მეხუთე ადგილზეა. მამარდაშვილის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ 4 აპრილს ინგლისის თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ სიტის ესტუმრება. 4 დღის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს შეხვდება. ქართველების ეს ისტორიული დაპირისპირება 8 აპრილს საღამოს 11 საათზე დაიწყება. ლუკა ლოჩოშვილმა კი კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. ქართველი მცველის ნიურნბერგი კაიზერ სლაუტენს ესტუმრა და 3-0 დაამარცხა. კლოზეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომ საუკეთესო სეზონს ატარებს, ამ შეხვედრაშიც დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე თავით გაიტანა და გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა. 93 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ კი გულშემატკივრებს ამცნო, რომ მალე მამა გახდება. შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 4 გოლი აქვს. ნიურნბერგი კი 36 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 აპრილს ბრაუნშვაიგს ესტუმრება. გიორგი მიხაუტაძის ვილიარეალმა კი რეალ სოსიედადს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ქართველმა გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. ეტყვით იმასაც, რომ მიხაუტაძეს გოლის გატანა კიდევ 4ჯერ შეეძლო. მართალია ეს ვერ შეძლო, თუმცა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მაინც ერგო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. ვილიარეალი კი 58 ქულით მესამე ადგილზეა და 6 აპრილს ჟირონას ესტუმრება. ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის შტურმა ზალცბურგთან ფრედ 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ძირითადი შემადგენლობიდან ერთად პირველად ითამაშეს. კიტემ, რომლისთვისაც ეს მეორასე შეხვედრა იყო ავსტრიის ჩემპიონატში, 90 წუთი ითამაშა. მამაგეიშვილმა კი, რომელსაც გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, 70 წუთი. ორივე ქართველმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან მატჩზე და ერთმანეთზე ერთად ისაუბრეს. რთული თამაში იყო, დიდი ინტენსივობით, როგორც ველოდით. ორივე გუნდს მაღალი პრესინგის თამაში სურდა. ბევრი ბრძოლა და ცოტა შანსი იყო. სწორედ ამიტომ დამთავრდა შეხვედრა 1-1. გიზი კი მოედანზე თავის თვისებებს ავლენს. თამაში სულ უფრო და უფრო მეტი მომენტი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება სეზონის ბოლო 8 შეხვედრაში, რომლებშიც თავის ხარისხს აჩვენებს. შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ერთი გოლა მოვიპოვეთ. შესაძლოა ცოტა მეტი გამართლებით 3 გოლაც კი მოგვეპოვებინა. რაც შეეხება ოთარს, ის ამ ლიგაში საუკეთესოა. ჩვენ ერთად მივდივართ ეროვნულ ნაკრებში და ამით ბედნიერი ვარ. უცნებები ხდება. ქართველების გრაცის შტურმი ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ 5 აპრილს ვენის რაპიდს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ქართველების მეცი კი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია. 3 ქართველის გუნდს მხოლოდ 3 მოგება აქვს და 13 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებიან. მეცი 22 მარტს რენს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრამდე კი პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი წიტაიშვილმა ისაუბრა. ლიგაში დარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და იმედია გამოგვივა. ვფიქრობ, ყველა მიცის თუ როგორი არაპროგნოზირებადია ფეხბურთი. ხანდახან ისეთი რამ ხდება, რასაც არ ელოდები. ჩვენ გვჯერა ერთმანეთის, სტაფის, გუნდის და ახლა ის გადაგვრჩენია, რომ თამაშის მოგება დავიწყოთ, რაც ჩვენს თავდაჯერებასა და мотивაციას უფრო გაზრდის. ვეცდებით რენთან 3 ქულა მოვიპოვოთ. პლეი-ოფის ზონასთან ჩამორჩენა 6 ქულა, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. ყველას ძალიან სურს გუნდის დახმარება და ცდილობს მაქსიმუმი გაიღოს. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ და ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ, რათა მათგან მეტი ნდობა დავიმსახუროთ. წარმატებები ვუსურვოთ ქართველების მეც. მე კი აქვე გეტყვით საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველის მორიგ წარმატებაზე. 16 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილი ამჯერად საფრანგეთის გრეპლინგის ფედერაციის მიერ ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს სახელით მოასპარესე ზუკამ 5 მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ზუკამ ასევე საფრანგეთში ჩატარებულ გრეპლინგის ტურნირზე, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობდა, ასევე პირველი ადგილი დაიკავა. წარმატებები ვუსურვოთ ზუკას და ყველა ქართველ სპორტსმენს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.